დილით, როცა თბილისის მობინადრეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან თავისუფლდებიან, ზოგიერთი ნაგავს ბინასთან ახლოს ურნებში ღრეს. ზოგს კი ურჩევნიან ნარჩენების ზედმეტი ძალისხმევის გარეშე პირდაპირ ქუჩაში მოიშოროს. მალე ამ ნაგავს მეეზოვე წაიღებს, ან აქვე ქუჩაში დაწვავს. შემოდგომით ფოთლებსაც წვავენ. შემოდგომაზე რა თქმა უნდა ფოთლები თავისთავად წვივა. ამას ყოველდღიური სისტემატიური ხასიათი აქვს ამ ფოთლების წვას. და ამას წვავს თვითონ მე რაგვე. ალბათ ვიღაც ამას ავალებს, ხომ და ეს ნაგავი ეს ნამწვავიც კი აღარ გააქვს, მე ესე რჩება. აი აქ კი ყველაფერი იწვის, რასაც თბილისის მოსახლეობა მეეზოვეებს ატანს. ნაგვის ნარჩენებს, რომელიც გლდანის ნაგავს აყრელზე ხდება, ბულდოზერით ასწორებენ და ზევიდან ნაგვის აღალ ფენას აყრიან. სიღრმეში ჩამარხული ორგანული ნარჩენები იხრწნება. გახსნის დროს გამოიყოფა მეთანი, რომელიც აალდება და ქალაქს კვამლის უწყვეტ ნაგაზს უბრუნებს. გლდანში ნაგავს აყრებთან ახლოს ცხოვრობ, იქ იწვება ყოველდღიურად ნაგავი. სუნი შემოდის, კვამლი ძალიან გვაწუხებს. განსაკუთრებით კი ზაფხულში ფანჯარას ვერ გააყენებ, თავს გარეთ ვერ გააზიარებ. ისედაც როგორი პირობებია გლდანში და ეს ნაგავს აყრელი ცემატება. მეკაც ვერ ამოისურვებ ისეთი საშინელი კვამლი დგას სუნი. პოლიგონზე სხვადასხვა ნარჩენებთან ერთად პლასტმასის ბოთლები და ცელოფანის პარკებიც იწვის. გრადი ორგანული და ამაბინძურებელები, მათ შორის დიოქსინი წარმოიქმნება, როდესაც იწვის საერთოდ ნებისმიერი ორგანიკის წვისაც წარმოიქმნება, მაგრამ განსაკუთრებით, როცა იწვის პლასტმასა, ეს რაღაცა ცელოფანები, განსაკუთრებით ეს პოლივინილ ქლორიდი არის პირდაპირ გადასარევი, ის პლასმასის ბოთლები, რომელშიც კოკა-კოლა ასხია მაგალითად, გადასარევი მასალა იმისთვის, რომ დაწვისას წარმოიქმნას მისგან დიოქსინი. ნარჩენის წვა იმიტომ არის საშიში, რომ იქ შეიძლება დიოქსინი წარმოიშვას. გამიგეთ? იმიტომ რომ ქლორირებულია და ფენოლშემცველია ძალიან ბევრი და აი ამ წვისა და მაღალი ტემპერატურის შედეგად შეიძლება გაჩნდეს დიოქსინი. დიოქსინი წარმოადგენს საშიშ ხამს, რომელიც ხასიათდება სტაბილურობით, ანუ თუ ის შეაღწევს ორგანიზმში, ის დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს. უკვე დადასტურებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიოქსინით იყო მოწამლული. ვიქტორ იუშენკოს გარეგნობა სწორედ ამ ძლიერმოქმედმა შხამმა შეცვალა. მათ ახასიათებთ დაგროვების უნარი, გარემოში დაგროვების უნარი. ეს არის წყალი, ეს არის ჰაერი, ეს არის ნიადაგი, მცენარე და ყველაფერი, რასაც გარემო ქვია კომპლექსში. ყველაზე ცუდი რაც გააჩნია, ეს არის ორგანიზმში გროვდება 10 წლამდე შეიძლება ორგანიზმიდან არ გამოიყოს. აბსოლუტურად არ იშლება. ქარს გადააქვს, ჰაერს გადააქვს, ანტარქტიდაშიც კი აქვს ნაპოვნი. ხდება აკუმულირება მათი ცოცხალ ორგანიზმებში. და საბოლოო ჯამში ხდება საჭმლის საშუალებით ხდება ჩვენთან თუ არა ჰაერის საშუალებით. რა გისრძე? ლარნახევარი. საიდან არის ეს ძო? სოფელი გდანი. ახალია? დიახ. სოფელ გლდანის ნაკონელი ნაგავს აყრელთან გაშლილ ფერდობებზე იკვებება. ამ სოფელში არის ძალიან ბევრი პირუტყვი. აქედან მიღებული რძეს ამუშავებენ სახლში, მოაქვთ გასაყიდად, ყიდიან როგორც ყველს, ასევე რძეს, ხაჭოს, არაჟანს, რაღაცებს, აი ასეთ რაღაცას კაცის შვილი ერთ იმას არ ფიქრობს, რომ სანაგვეზე ნაგვები ძროხის რძისგან რა პროდუქტი უნდა მიიღოს. ძალიან კარგად ვიცი, რომ არ შეიძლება ამ პროდუქტის ჭმევა ბავშვისთვის. ეს იმ დაბინძურებულ ადგილიდანაა, სადაც ძროხები იკვებებიან დამზადებული ხაჭო, ძე, მაწონი, რომელიც ბავშვს უნდა აჭამო. მაგრამ ბაზარზე ეს გამოდის გასაყიდად და სხვა გზა რა უნდა შევიძინოთ და ვაჭამოთ ბავშვს. პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი ამბობს, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ბავშვის ორგანიზმში დედის რძიდანაც აღწევს. თუ ნაყოფი იმყოფება, ესე იგი ახალშობილი იმყოფება მხოლოდ დედის რძეზე, ესე იგი ძუძვით იკვებება, მაშინ ესე იგი თქვათ ის უშუალოდ თუ არ იღებს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც შეიცავს ამ ტოქსიურ ნივთიერებებს, ამ შემთხვევაში დედა თავის რძით განასცემს ყველა ტოქსიურ ნივთიერებებს. ვინაიდან დიოქსინი იხსნება ცხიმში, ის დედის რძით გადადის ბავშვზე. და საკმაოდ სხვათა შორის არის ესეთი დაკვირვება, რომ დედის რძის მომხმარებელი ბავშვები სამწუხაროდ უფრო მეტად იწამლებიან ამ ნივთიერებებით, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები. ბოლო სამეცნიერო მონაცემებით დიოქსინი
ადვილად უკავშირდება უჯრედის სპეციფიურ ცილას. ეს კომპლექსი ადვილად აღწევს უჯრედის ბირთვს ადამიანის ორგანიზმში და გავლენას ახდენს დნმ-ის აპარატზე, რაც იწვევს გენეტიკურ ცვლილებებს ორგანიზმში. ვარდების რევოლუციამდე თბილისის შემოგარენში კიდევ ერთი ლილოს ნაგავსაყრელი ფუნქციონირებდა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და მოცულობით გლდანის და იაღლუჯის ნაგავსაყრელებს არ ჩამოუვარდებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ნაგავსაყრელი დაიხურა. ნაგავსაყრელების სანიტარული წესებით დახურვაზე პასუხისმგებელი თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურია. მისი ხელმძღვანელის კობა სუბელიანის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელიდან დაბინძურების საფრთხე აღარ არსებობს. ეს წყალი ჟონავდა, ანუ ეს რა ქვია მაგას, მაგრამ ის მიაერთეს კოლექტორს, სანეაური კოლექტორს და ეს პრობლემას მოეხსნა. თუმცა აშკარაა, რომ რეალური სურათი საგანგაშოა და სრულიად არ შეესაბამება კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციას. პოლიგონი უხარისხო კონსერვაციის შემთხვევაში მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს არის დაკონსერვების ქართული ვარიანტი. ნაგავსაყრელის დახურვა უნდა ხდებოდეს ესე, ის უნდა დაიხუროს მთავარი რაც არის, დაიფაროს წყალგაუმტარი თიხის სქელი ფენით, რომ მასში არ ჩავიდეს წყალი, იმიტომ რომ ნაგავსაყრელის ყველაზე საშიში მომენტი არის, რომ ჩავა წყალი, გაჯერდება იქ შხამებით, მომწამლელი ნივთიერებებით და გამოვა გარეთ. თან აი ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოვა, ხო, როდესაც ფერდზეა. ლილოს პოლიგონიდან დაბინძურების მასშტაბები საქართველოს ფარგლებს ცდება და კასპიის ზღვას აღწევს. ეს მდინარე ჩაედინება მტკვარში, მტკვარი კი კასპიის ზღვაში. კასპიის ზღვაში დაჭერილი თევზით თბილისის სასურსათო ბაზრები და მაღაზიები მარაგდება. ზუთხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და ბევრს ვიხდით ფულს და ძალიან გემრიელად ჭამთ, ცხიმიანი, კარგი ცხიმიანი თევზი, ცხიმში გაჯერებულად იქნება ყველა ეს შხამი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მიწით არ იფარება მოქმედ ნაგავსაყრელებზე შეტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის ბრძანებით პოლიგონზე ნაგავის დაწნეხა და გრუნტიდან სხვა ინერტული მასალით დაფარვა აუცილებელია. გაუვნებლობის ეს მინიმალური საშუალება ნაგავსაყრელის აალების ალბათობას საგრძნობლად შეამცირებდა. გლდანის პოლიგონზე ახლად მიტანილ ნაგავს ბულდოზერით კეპნის, მაგრამ მისი მიწით დაფარვა არ ხდება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის სუბელიანის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს ნაგვის მიწით დაფარვას ევალებათ. მათი ფუნქცია პრინციპში ნაგვის მოსწორება და დამარხვა. ბატონო კობა, თქვენი სამსახურის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით შესრულებელს არ ევალებოდა ნაგავსაყრელის მიწით დაფარვა. ეს სამშენებლო პოლიგონის მონოპატრონობაზეა საუბარი. ეს გეშლებათ თქვა, ხო მე გავგიჟდი ხო. საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი პოლიგონის სხვა არის, სამშენებლო ნაგავსაყრელს არ ჭირდება მიწის მოყრა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კიდევ ერთხელ ცრუობს. ხელშეკრულებები, რომლებიც მისმა სამსახურმა ნაგავსაყრელების მომსახურე კომპანიებთან გააფორმა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის მიწის ფენილის წაყრას არ ითვალისწინებს. კეთილმოწყობის სამსახურმა კომპანიებს ხელშეკრულება მინისტრის ბრძანების მოთხოვნის უგულებელყოფით გაუფორმა და ფაქტობრივად ნაგვის დატკეპნაში წელიწადში დაახლოებით 328,000 ლარს იხდის. ნაგავსაყრელზე, რომლის პერიმეტრიც დაცული არ არის, საქონლის გარდა ადვილად აღწევენ ადამიანებიც. ისინი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში სხვადასხვა ნივთებს ეძებენ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ნაგავსაყრელი პოლიგონის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს მსუბუქი შეღობვა. მაგრამ როგორც ჩანს, ქალაქის ბიუჯეტში პოლიგონის შეღობვისათვის და დაცვისათვის საჭირო თანხა ვერ გამოინახა. თანხა თუნდაც იმ შემოღობის, ვინაიდან ტერიტორია არის დიდი, მაინც გარკვეულად გამოვიდა, არც თუ ისე მცირე თანხა გამოვიდა. და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ის, რომ ბიუჯეტში ის თანხა, როცა გაითვალეს, აი რა თანხა შეიძლება ეს დამჯდარიყო, არ იყო გათვალისწინებული. მესხიშვილის თქმით, ნაგავსაყრელი პოლიგონის შეღობვა შეუძლებელი სულაც არ არის. რეალურად პირველი რაც მოვითხოვე, მე ყველაზე მარტივი რაღაც მოთხოვნა მაქვს, რომ ტერიტორია იყოს შემოღობილი, რომ იქ ვერც ადამიანი და ვერც ცხოველი, ვერც ერთი ძაღლი იქნება თუ ღორი ვერ ხვდებოდეს ტერიტორიაზე. ანუ მოთხოვნა ამ ეტაპისთვის გვაქვს რეალობიდან გამომდინარე. პოლიგონებზე ნაგავი დასუფთავების სამსახურებს შეაქვთ. თბილისში სულ 10 დასუფთავების სამსახური ოპერირებს, რომელთაგან 5 კერძო, 5 კი სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე კომპანიებია. ისინი ქალაქს თბილისის რაიონების გამგეობებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ასუფთავებენ,
რაშიც წელიწადში 13.500.000 ლარს იღებენ. დათო მესხიშვილი ვიდრე მას თანამდებობას შეუწვლიდნენ, ამბობდა, რომ დაფინანსების გაზრდის მიუხედავად დედაქალაქში სანიტარული მდგომარეობა არ გამოუჯობესებულა. ნაგავი არის ზუსტად ისე, როგორც იყო ეს დაბალი დაფინანსების შემთხვევაში. რა გამოდის ახლა მოიმატე დაფინანსება, უნდა მოიმატოს ისუფთავის ხარისხმა რეალურად. თუმცა ეს არ ხდება. დასუფთავების სამსახურების საქმიანობით მოსახლეობაც უკმაყოფილოა. სარდაფებიცაებსო უკვე ნაგვით და თავისთავად საიშროებას წარმოადგენს, იმიტომ რომ დაუბერავს გარი ეს ყველაფერი კორპუსში იფანტება. გვიან გაქვთ ნაგავი და იქ არის ბუნკერი სავსეა და ახლა იქიდან რა გაჩნდება ჩვენ რა ვიცით ახლა. ხშირად ნარჩენები არც ლეგალურ პოლიგონებამდე აღწევს. გარდა იმისა, რომ დასუფთავების სამსახურებს ნაგავი დროულად არ გააქვთ, ისინი უკანონო ნაგავსაყრელებითაც სარგებლობენ. უმთავრესი საფუძველი რამაც შეიძლება ნაგვის გამტან კომპანიებს უბიძგოს იქითკენ, რომ უკანონო ნაგავსაყრელებზე დაყარონ ეს ნაგავი არის ის, რომ ესეთი ნაგავსაყრელები ქალაქთან უფრო ახლოს მდებარეობენ, ვიდრე ის პოლიგონები, სადაც ოფიციალურად შეიძლება ესეთი ნაგვის მიტანა და დაყრა. ანუ ისინი სარგებელს ნახულობენ მანძილის სიმოკლეში, ანუ რაც უფრო მოკლე მანძილზე იქნება ნაგავსაღლი, მით უფრო ისინი საწვავის და სხვა დამხმარე საშუალებების ეკონომიას გააკეთებენ და უფრო ნაკლები დანახარჯებით მოახერხებენ ამ საქმის გაკეთებას და შესაბამისად უფრო მეტ მოგებას მიიღებენ წლის ბოლოს. ნარჩენების გატანის მომსახურების ანაზღაურება უნდა წარმოებდეს გატანილი ნარჩენების რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულია ამ საქმიანობით, დაინტერესებულნი იმაში, რომ რაც შეიძლება დიდი ოდენობით ნარჩენები შეიტანონ ლეგალურ ნაგავსაყრელ პოლიგონებზე. მაგრამ ისინი იქცევიან საწინააღმდეგო ფორმით. ნარჩენებს ანაწვავენ ქუჩებში, ანაწყვეტენ მათ არალეგალურ ნაგავსაყრელზე, რა თქმა უნდა, არა ყველას, მაგრამ დიდ ნაწილს. ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ლეგალურ ნაგავსაყრელ პოლიგონებზე არ ხდება შეტანილი ნარჩენების რაოდენობის სათანადო დონეზე აღრიცხვა. აქედან გამომდინარე, არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული არიან ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ყველაფერი წლების მანძილზე ყურადღება მიუქცეველი იყო და ამ ერთი წელნახევრის განმავლობაში ამ პრობლემის უცბად მოგვარება უბრალოდ წარმოუდგენელია. პრობლემის მოგვარებამდე ადამიანთა ორგანიზმში თანდათან გროვდება ქიმიური ნივთიერებები, რაც ტოქსიკოლოგის თქმით მრავალ დაავადებას იწვევს. საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში გროვდება და იწვევს ენდოკრინულ მოშლილობას, ალერგიულ დაავადებებს, სასუნთქი გზების რესპირატორულ დაავადებებს, ავთვისებიანი სიმსივნეების მატებას და ბავშვთა პათოლოგიებს. ეს არის ანომალიები, ეს არის ემბრიოტოქსიული მოქმედება, ემბრიონის მკვდრად შობადობა. უშვილობის პროცენტში რო ავიღოთ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რო ავიღოთ ეკოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა, ის უფრო მინიმუმ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გონია ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ მთავრობას, ჩვენ სანიტარულ ინსპექციას, გაცილებით მეტია, ვიდრე ამაზე ახდენენ რაღაც რეაგირებას. ამ ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებამ ისევე როგორც ქალზე, ასევე მამაკაცზე განაყოფიერებამდე უკვე შეიძლება გამოიწვიოს განაყოფიერების პროცესის თავისთავად დარღვევა და საერთოდ უნაყოფობაც და ასევე პოტენციის დაქვეითება განსაკუთრებით მამაკაცში. გუნავს სპერმატოგენეზას და გუნავს მამაკაცის სასქესო ჰორმონს. და მამაკაცის სასქესო ჰორმონი არის ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორი მისი პოტენციისა. როდესაც იძგუნება ეცემა ხოლმე, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ესეთი ერთ-ერთი ფაქტორია, შეიძლება მთავარი არ იყოს, მაგრამ მეორე ადგილზე ყოველ შემთხვევაში არის იმპოტენციის როგორც გამომწვევი მიზეზი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული დაავადებები თბილისის ყველა რაიონში გახშირდა. განსაკუთრებული მატება კი ბოლო წლებში გლდანი ნაძალადების რაიონში აღინიშნა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნაგავსაყრელს. აქ პირიქით უკეთესი აირი უნდა იყოს, რომ ცხარიჭამის მთები პირდაპირ უყურებს და იქიდან მოსული ჰაერია, მაგრამ ამ კვამლის შედეგად თლად ბინძურდება მთელი ჰაერი. 2004 წელს გლდანი ნაძალადების რაიონში აღნიშნულმა დაავადებებმა 1997 წელთან შედარებით 3-4-ჯერ მოიმატა. მათ შორის სიმსივნემ დაახლოებით 6-ჯერ. 1997 წელს გლდანი ნაძალადების რაიონში 100,000 მოსახლეზე სიმსივნის დიაგნოზი 33 ადამიანს დაუდგინდა. 2004 წელს კი 192 ადამიანს. სტატისტიკური მონაცემებით თბილისში გაიზარდა სიკვდილიანობაც. 1986 წელს 9663 ადამიანი გარდაიცვალა. 2004 წელს კი 10150. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის სახელმწიფოს უნდა კონდეს ნარჩენების მართვის კანონმდებლობა.
უნდა ეს რაღაცა დარეგულირებული იყოს. ჯერ ეს არ არის. ამის შემდეგ რაც არის საჭირო, უნდა სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკა. რას უპირებს საერთოდ ამ ნარჩენს? როგორ განიხილავს ნარჩენს? ნარჩენი სხვათა შორის არის ძალიან ფასეული რესურსი. რომელსაც ჩვენ ყრით, ეს არის ჩვენი გადაყრილი ფული. თუ მოხდება მისი დროული სეპარაცია, აქედან შეიძლებოდა აღდგენილიყო უამრავი ქაღალდი, უამრავი პლასტიკი, სხვადასხვა პლასმასები ექვემდებარება აღდგენა. შეიძლება აღდგენილიყო და ხელახლა გამოყენებულიყო რეზინა, შუშა. ეს ყველაფერი არის გადაყრილი ფული. ჰოლანდიის ბიუჯეტი ივსება გადამამუშავებელი იმით, რა ქვია. ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნებით. მეთანის გამოსასვლელად ნორმალურ ნაგავს აყრილებს, ახლა აქ ალბათ უკვე რთული მოსაწყობი ეს, აქვთ ხოლმე სპეციალური მილები, გაზის გამომშვები მილები, რომელიც ჩადის ბოლომდე, აქვს ნახრეტები, გაზი გროვდება მასში და ამოდის ზემოთ და არის ნაგავს აყრილები, სადაც ამ გაზს აგროვებენ და ჩვეულებრივად მოიხმარენ. იქ საკმაოდ ლომად გაზი წარმოიქმნება.